დღეს უმცირესობაც მართავს ხდომას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს მოусმენენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება მსჯელობის მთავარი თემა. მაია ფანჯიკიძე უმრავლესობის წევრებსაც შეხვდება, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან მინისტრი საგარეო უწყების გეგმებზე ისაუბრებს. უმცირესობამ მიმიწვია პარლამენტში, რადგან როგორც ჩანს, მათ აქვს შეკითხვები ჩემთან. მე ორჯერ ვერ მოვახერხე წასვლა მათი მოპატიჟების შემდეგ და გამოვძებნეთ თარიღი, როდესაც მე შემიძლია და მათაც შეუძლიათ მივიდივარ პარლამენტში, რათა ვუპასუხო მათ შეკითხვებს, მაგრამ ამავე დროს მე თვითონ მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა და იმედი მაქვს, რომ ისინიც გასცემენ პასუხს ჩემს შეკითხვებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება და მას ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავართავთ. მანამდე კი დეპუტატებს ნინო სამყურაშვილი ესაუბრა. ნინო, რა კითხვები აქვთ კანონმდებლებს მაია ფანჯიკიძესთან? ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან და ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ამ კუთხით ახალი ხელისუფლების პოლიტიკა და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში გაკეთებული განცხადებები. ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს უმცირესობის წარმომადგენლები ისაუბრებენ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე. ასევე როგორც უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყნის პირველ დიპლომატს მოუწევს პასუხი გაცეს და განმარტებები გააკეთოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მაია ფანჯიკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით გააკეთა და ასევე როგორც უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, დღეს ამავე შეხვედრაზე იქნება მსჯელობა იმ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ მაია ფანჯიკიძეც დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა, ჩაიწეროს ეს კონსტიტუციაში თუ ის შეტანხმდეს ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში. და ის ვაკისნიშანი ყარსი ახალქალაქის რკინიგზაზე, რომელიც არის რეალურად ჩვენი პანჯარა, ჩვენი ხიდი ევროპისაკენ, დასავლეთისაკენ და რატომ არის იყო საუბარი დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთის გავლით რკინიგზაზე, რომელიც იქნებოდა საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტის. და დიდი პრობლემაა ის, რომ ბიძინენიშვილის მთავრობაში პრაქტიკად დამკვიდრდა ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ეგრეთ წოდებული გადაგდება, ხო? ანუ მოტყუება ისე როგორც მოხდა აზერბაიჯანის შემთხვევაში, სომხეთის შემთხვევაში, თურქეთის შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კრიტიკული ვიქნებით იმ განცხადებების გამო, თუნდაც აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც შეერთებულ შტატებში, როდესაც იმ მთელ ოპოზიციას და ოპონენტებს უწოდებს კრიმინალებს და ბუნებრივია ეს იწვევს გარკვეულ კრიტიკულ შეფასებას დასავლეთის მხრიდან. უმცირესობის წარმომადგენლებმა სადეპუტატო შეკითხვები მაია ფანჯიკიძეს გადაუგზავნეს საკანონმდებლო ორგანოდან ერთი თვის წინ, სწორედ მას შემდეგ, როდესაც დასრულდა ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტი და საქართველოს პრემიერმა გააკეთა განცხადება სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ გაიგზავნა სადეპუტატო შეკითხვები, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი დიპლომატის მოუცველობის გამო შეხვედრა ვერ ხერხდებოდა.